შეაპყრობილა მორწმუნეთა თვალნი და გულნი, მომლოდნელნი ღვთის უხილავი გარდამოსვლისა. ღმერთო მოწყალებათაო და ყოვლისა ნუგეშინის წემისაო, რომელი მაღალ ხაზე და უი, ეს რა არის ბატონებო? შვედიცხოველში ჩვენს ჯვარზე რაღაც კუდია. რა კუდია ეს? ეს მე ხوار გამიკეთებია მონტაჟი. ქრისტეს ხატის წინ არის შვედიცხოველში ჯვარი, ცხოველი და მის კენწერზე დევს რაღაცა კუდი. როგორ ფიქრობთ, რა კუდია ეს, ა? იმას, რასაც უმზერს და ლოცულობს ილია. Черный волшебник, шляпа ведьмы. Астраханский волшебник, колпак. Для маскарада Хэллоуин. Ой. Рао, кацо? Маскарадისთვისო, Хэллоуинისთვისო, თანაც ведьმების არისო, ეშმაკების არისო, ეს კუდიო. და საჯადოქრების, ну, რა თქმა უნდა ეს. ამ ფილმში ამ ფილმებში ისინი გამოსახავენ ყველაფერს დადებითად თითქოს, მაგრამ ეს არის ეშმაკეული ესეული კუდი და ეს არის მათი, ასე ვთქვათ, სიმბოლოსავით, გამიგეთ, ნიშან სიმბოლოსავით, რომელმაც მას უნდა ატარონ. ეს გადაცემაში ეს შეფოვარი თუ რაღაც რო ქვია. ნუ ეს ჰელოუინის დღესასწაულია, აი ამ დღეს ჰელოუინი არის 31 დეკემბერია და აი ამ დროს ყველა იცმავს უჟასების და ვამპირების და ეშმაკების და სატანისტების. მოკლედ ეს არის ეშმაკების კუდი, ჯადოქრების, ებრაელი ჯადოქრების კუდი არის ეს მეგობრებო. გამიგეთ? და ეხლა მოდი გავგრძელდეთ ამაზე. როცა ვეუბნები ილია ურიათკო, ვინ არის ბიჭო ურიაო? აი რამ ხელა არიფები ხარ. რამ ხელა ფინთიგოიმები ხარ თქვენ საცლებო. აი ხა ნახეთ თუ მაგრამ თქვენ ამას არ უყურებთ. თქვენ ამას არ უყურებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ დაზომბირებულები უკვე ავანტყოფები და არ აგათ იმის უნარი რო უყურებთ. იმიტომ რომ ეხა ვისაც რაღაცა პირდაპირ ტყვიას ესვით, ან მოკლად, ან დანას გაუყურეთ. და ვინ არის ურია, ეხლა ვნახოთ. მოკლედ ეხა არის ისეთი თქმა მინდა მეგობრებო. ეხა ამ ვიდეოს რო განახეთ. ეს არის 2003 წელი, როდესაც მიშა სააკაშვილის მთავრობა მოვიდა გესმით და ეს გამოვიდა პარლამენტში და თხოვობს, რომ დროშა შეეცვალათ. ვისი რა საქმეა პატრიარქის დროშის შეცვლა? აი გეკითხებით, რომელ სახელმწიფოში მომხდარა, რომ პატრიარქმა მოითხოვა დროშისა და გერბის შეცვლა? როგორ გონია თქვენ? რატო მასაკნა ამან ეს? აიღო თავზე, იმიტომ რომ დროშის შეცვლა ხარ წარმოიდგინე შენ იმ დროშის შეცვლა, ეროვნული დროშის შეცვლა, მაგარი სერიოზული საქმე იყო. მაგარი წნეხი იყო, მაშინ ჟიადისტები რო იყვნენ ერთი ფლანგი, ნუ ძალიან ძლიერად იდგა მაშინ და ერთი ამბავი და ამას ისეთი ავტორიტეტი ჭირდებოდა, რომ ვიღაცა სისთვის დაეჯერებინათ. და ეს იყო ის პიროვნება, იმიტომ რომ ეს არის დუდი მახინჯი მეგრულად ვთქვა, მთავარი ქურდი ასე ვთქვა, გამიგეთ? ამას მიყავს პარადი. და სწორედ ამას მისცეს ეს ვალდებულება. მაგრამ რატო იცით? იმიტომ რომ ის დროშა, რომელსაც თქვენ ჯერ აფრიალებთ, ხუჯრიან დროშას რო იძახეთ და გულში რო იკრავთ, ეს მე რამდენჯერ გითხარით, ჩემო მეგობრო, ეს არის ფრანკო-მასონების დროშა, ეს არის ურიების დროშა, ეს არის იერუსალიმის ჯვარი. ურიების. და ესეც ურია არის. არიც თქვენ, ხო? მაიცად ყველაფერს განახეთ. მოусმინეთ ახლა ამას ბოლომდე. იქვე მოასწროთ თქვენ სწორედ ამიტომ ამ დიდი საქმის გაკეთება საქართველოს გერბისო. დროშის ამას ნახავთ მე გერბი კიდე რა და გერბის ახალი ვარიანტი ეს აუცილებელია. აი ეს არის იერუსალიმის ჯვარი, ჩემო კარგო. აბა დაგვირდით კარგად? ნახეთ, ხო? აბა ნახეთ, კარგად წაიგეთ. იერუსალიმის ჯვარი. კითხვა ხო იცით? და ეს არის ქვემოთ საქართველოს დროშა ვაწერია. ზემოთ აწერია იერუსალიმის ჯვარი. ეს არის მალტის ორდენი. აჰა.
აი ყველა აქ არის. ყველა. ერთის მეორეს მესამეს. და ბართლომეუსი ჩამოვიდოდა ბართლომეუსი, აბა იქნებოდა კაცო ურიების მეთაური ის არის და რას მეუნება. აი ეხა ურიები არიან თუ არ არიან, ხო, კარგი. დროშაზე კარგი. გავატარეთ თითქოს გავატარეთ. ეხლა ამას საწაუხოთ. აი ამას საწაუხოთ, როდესაც მე ამაზე კიდე დავდებ ფილმები და ვიდეოები და დოკუმენტები, ანუ მენორაზე, რომელიც გამოძესგეს საქართველოს ეკლესიები, მაშინ ზოგიერთი კიდე გამოვიხდა და ეს არ არისო კაცო, ორიულიო, ბია თქვენისა, მკითხვა მაინც იცოდეთ ქართულად მაინც. აბა კარგად წაიკითხეთ რა წერია. ეს თვით დაგერკიდე სად არის? ეს არის თბილისი, 1938 წელი, ჩემო გარგებო. აი ნახეთ ახლა ფუნიკულიორის შენობა. უფრო ახლო გავდეთ. ეს ფანჯრებს ხო ხედავთ? ხედავთ. მაგრამ აი ამას თუ ხედავთ, ეს იგივე მენორას ვარიანტია გაკეთებული. ეს იცით რა, ეს არის შევანაძეს სახლის ჭიშკარი, რომელიც მენორას სტილშია გაკეთებული. ეს თუ იცით ვინ არის? ეს არის იური ანდროპოვი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, ებრაელი ნამდვილი გვარი, ანდრაბიანი, დედის გვარი კი ფაინშტაინი. გამოყვანე ხო ეს. იმიტომ რომ ეს რომ მოკვდა 1984-ში, ესე იგი 15 რესპუბლიკა რა თქმა უნდა რუსეთში რა პატრიარქები არისო კაცო და რამდენი ეპისკოპოსი და რამდენი ისევა. პარაკლისის ასაგებად დაუძახეს მაინც და მაინც ილიას. გაიგეთ? ილია და ილია მეორე მაუგო პარაკლისი ამ ჩვენმა ურიამ ქართველმა ურია იმ ანდრაპიან ურიას. ასეა შემოგრა. ასეა ეს ირაკლი ყუდუშავ როგორც თქვენ ისნობთ, მაგრამ სინამდვილეში კი ამაზე რა ყვიროდი და ისე გადმოვცემდი ჩემო კარგო, რომ ეს არის ირაკლი ტარასის ძე კანდელაკი. გაიგეთ? ყველაფერი სატანის ემსახურებაშია. მოდით ნახოთ კიდევ ერთი უძველესი სატანისტური ატრიბუტი, რომელსაც აგრეთვე ყოველდღე ვხედავთ ჩვენს ეკლესიებში. ეს გახავს სასანთლე, რომელიც თითქმის ყველა ეკლესიას ჯერს და გვატყუებენ, რომ ეს მართლმადიდებელი სანთელიაო. ეს საქართველოს ეკლესია დაძრები გახლავთ ქართველი. აბა ნაკეთეთ კარგად. ეს ვინ არის? ეს ვინ არის? ხო და რა წერია აქ მოციქულთა 71 კანონში, თუ ეპისკოპოსმა მღვდელმა დიაკონმა ანსამბლო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხოს ან დღესასწაულოს ან მიიღოს მათგან რაიმე სადღაც ძვენი და ასე შემდეგ და ასე ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. და ხედავთ რა წერია თუ ჯულის კანონში, მოციქულთა კანონია ბოდიში. ყველაფერი გამოწერია სად არის? შეახონდით სამების. ეს 50-იანების ევანგელისტების ეს ქართულია გურჯაანში. შედისავალში ბატონო, მაგა მოციქულთა 65 კანონი ამბობს, თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი კი დაისაჯოს უზიარებლობით. თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან სამღვდელოების დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხოს, ან იდღესასწაულოს მათთან ერთად, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად უცომო, ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. მოციქულთა 70 კანონი.
საახსოვთ ეს თბილისელებო? რესპუბლიკის მოედანზე. ეს არის იგივე მენორა. ამას დაარქვეს ანდროპოვის ყურები. ეხლა კიდევ იმად გასაგონად, რომ ჩვენი ილიაური არ არისო. ამათმა, ესე იგი, ამათი პოლიტიკა როგორ იყო? ეს არ იყო მარტო საპატრიარქო ბევრგან იყო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ჩართული ყველგან ყავდა თავისი ხალხი და მსახიობებშიც და ყველგან. აი ლევან ჩაჩუა რო იყო, ლევან ჩაჩუა მერე სადაშოს მოგდა თუ არ არის ისე ყველაფერი ფოსტოლობდა ავად იყო კიბო დაემართა მგონია. ესე იგი ეგენი ხალხს თავში უტენიდნენ ეს ოფიციალური მიდგეუნებით ახლა ყველას გამოსულია ტელევიზიი და რასაც უკიკინებდნენ თავში მასგენებდნენ რომ წმინდა ნინო თამარ მეფე ნუ ბუნებრივია დავით აღმაშენებელი და ეს ბაგრატიონი გასულა ყველა ყოფილა თურმე ურიები არა ლაზი ქართველები არამედ ურიები გესმენთ ეს იყო სპეციალური პოლიტიკა ამათგან გატარებული რომელ ხალხს ნელ-ნელა უნერგავდნენ წვეთ გამიგე და ამას მიაღწიეს ამათ ეხლა ნახეთ ამათმა გახსნეს ესე იგი დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გახსნეს შინ საპატრიარქოში გამიგეთ იგი მთელი ურიებია დაპატიჟებული ერთი ამბავი მე ეს ყველაფერი ნანახი მაგ თქვენთვის მან ბუკეტში გეუნებით და ყველა ვინც ახლებურად ხედავს ახლებურად ნახავს ყველაფერს და იქ კიდევ ერთხელ იმეორებენ რომ ეს არის ბაგრატიონები არიან ყველა ურიები და არა ქართველები მინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ყველა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში კერძოდ ბაგრატოვანთა ხეივანში წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის ბიუსტი გაიხსნა ღონისძიება ფონდ ქართული გალობისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის ბიუსტის გახსნას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები Smart Capital ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ჩხარტიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ დღეს გაიხსნა დავით წინასწარმეტყველის მეფსალმუნის ბიუსტი რომელიც არის ბაგრატიონთა გენეტიკური წინაპარი ეხლა ესეც მე ნახე ერთი 2 თუ 3ჯერ, მაგრამ არიან კიდევ ვისაც არ ჯერავს ეს. რომ საათქლაო, კაცო, პატრიარქმაო რომ იეღოვარიო, თავარი ღმერთიო. აი დედას. მოდი ხა ისევ ერთხელ მოусმინეთ, ვინც ნანახი გაგნო მაგას მიიციან, ყველაფერი, მაგრამ აი სიმაც პოპოიები რო ავთ, იმათ ანახეთ. ეხლა ეს სადაც ამბობს, რომ თავარი ღმერთი არისო, იაჰვე არის, ყველა მიცნობს ეს არის იეღოვა, ხო? აბა მუსლიმი. თვითონ სახელი ელია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელი შეიცავს ღმერთის სახელს ორჯერ ელ იაჰვე ელ იაჰვე ეხლა იმაზე გავიხსენოთ ძალიან გთხოვთ, როდესაც
მიშამ გდანის ეკლესია დაარბია. და რატო? იმიტომ რომ მაშინ სოროს ჰქონდა ეს ქვეყანა ნაყიდი, როცა შევარანძემდე ფული ჩაყარა სოროსმა კიდე რევოლუციაზე, ანუ სამშრომის ხელისუფლების დასამხობად და მან იყიდა ფაქტიურად ეს საქართველო და გახსოვთ 93-დან როგორ სოკოსავით დაიწყეს გამრავლება ერთი უცებს ima იოღოველებმა გახსოვთ ხო ქუჩაში ყველგან ჯერ ამაზე ჭუბი იყო ერთი ამბავი იყო აი ვინც ეწინააღმდეგებოდა ის ბასიმ კალავიშვილის ხალხი იყო ხო მაგრამ ისეთნაირად გამოიყვანეს ისეთნაირად ნახეთ ამ ხალხ ჩათლახები არიან რომ მიციო იქ კაცო ის ვასილი იქ ბერძნულ ეკლესიაზე რაღაცა იქ არისო ესაო და ჩვენ არ გვემორჩილებაო შენი ჯენი დედავატირე გამრავდნენ ესენი თელი მასე რა ქვია უფასოდ ურიგებენ ყველაფერს და თქვენ ესე იგი მე რომ მინდოდა აი ესე პატარა ბროშურას ავიტყო კალენდარის ფურცლები იყო სადაც 12-15 წელი გამიგე და მე მაგის კიდე გაფრთხილება ეწერა კაცო ქრისტიანების ამიტომ მაგის კიდე მინდოდა 3 ლარი მომიტყეს კინაღამ გადამრიეს ალიდო თუ ბეთლემში ამად საეკლესიო მაღაზიებში ერთი ამბავი ვათიე გამიგეთ და იმ იოღოველების ასე საამებლად დღისიდან ეს საჭირო იყო ასე. იმიტომ იმათ საჯაროდ თემს სოფლიოსთვის დაენახვებინათ რომ აი ჩვენ რას უშვებით ქრისტიან მართლმადიდებლებსო. ეს არის აბა თუ გინდა მამაოს დაჭერა კაცო მაგის დაჭერას რა უნდა. მიადეგე ღამე სადმე რაღაცა ხელებში იმას გინდა და ჯასვი მანქანაში, მაგრამ ეს საჯაროდ მოხდა სპეციალურად რომ დაენახვებინათ გული რომ გაიხარებინათ იმათ. ვისაც მე ფული აიღეს იმათაც მიშას ხალხმას და ამ დედააფეთქებულებმაც. და ამაზე პირიქით იქრდებდნენ ბრალს აბა საკუთარ თავს ხوار დაიბრალებდნენ და დააფეთქებულები ესე ესე გაყვიროდა ხალხი, აი კი მაშინ რო იყვნენ ნამახვანის იმაში, კიდე სხვა პრობლემები იყო, კაცო. ხალხი როგორ ისაო, ილიაო, პატრიარქო, გვიშველეო, ეს ქვეყნის იყო პრობლემა იყო, საკუთარ თავის პრობლემა და ოჯახის პრობლემა კი არ უჭირდა მაშინ ხალხს. სად იყო თქვენი დედააფეთქებული ილია? სად იყო საპატრიარქო, დედააფეთქებული ყველა ერთად? რატომ იყავით გაჩუმებულები? რატომ დაიფსეთ ყურები? და რატომ დაიბრმავეთ თვალები? თქვენ რო ქრისტიანი კიდე მართლმადიდებელია, თქვენ ხართ სატანისტები. ყველას ხელს გადებთ. დავით თორნია, თქვენ ხართ სატანისტები. წადით ხარ და მიჩივლით. სადაც გინდა, დამიძახეთ. და ადვოკატის გარეშე გამოვა. დედას გიტირეთ ყველას ერთად. ნაგერ ბატონო, ძალიან ჩვენი ფარული მტრები. აი, საწერია იახვე და ესა.